რედოილი არის მათთვის, ვისაც უნდა თავის გულსიძახთა ჯანმრთელობა, სახსრების ჯანმრთელობა, ზოგადი ხო, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა და თან პლუს სილამაზე, იმიტომ რომ მას აქვს კანის დამცველობითი ეფექტი, მას აქვს კანის მაჰიდრატირებელი ეფექტი, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და ხელს უშლის დაბერების პროცესს. რედოილი თვითონ ეს დასახელება მოდის საიდან? რომ კრილი, რომელიც არის კრაბის მსგავსი მცირე ზომის არსება, არქტიკის ოკეანის ცივ წყლებში იკვებება წითელი ფერის წყალმცენარეებით. ეს ფერიც რედოილს აქვს სწორედ აი ამ წითელი ფერის წყალმცენარეების პიგმენტისგან. ეს არის ძალიან მძლავრი ანტიოქსიდანტი, რომელიც ორგანიზმს ეხმარება საზიანო ნივთიერებების განადგურებაში. რედოილში შემავალი ომეგა-3 წარმოდგენილი არის ფოსფოლიპიდური კომპლექსების სახით, რომლებსაც აქვთ როგორც წყალთან ურთიერთქმედების ზედაპირი, ასევე ცხიმთან ურთიერთქმედების ზედაპირი და კუჭ-ნაწლავში, როდესაც ხდება მათი მიღება, მათი მონელება და ათვისება ხდება ძალიან მარტივად. ზოგადად ჩვენი კუჭი ინელებს და შემდეგ ნაწლავები შეიწოვს ცხიმებს სწორედ ფოსფოლიპიდური კომპლექსების სახით, კილომიკრონები ქვია მათ და რედოილი პირდაპირ იდეალურად ლაგდება ამ კილომიკრონებში და მისი ათვისება ხდება პრაქტიკულად მაქსიმალურად. რედოილი გამოიყენება როგორც ინსტრუქციაც გვეუბნება 12 წლის ასაკიდან. სტანდარტულად შეიძლება მიღებულ იქნას 1-დან 3 კაფსულამდე დღეში, თუმცა მე პირადად ძალიან ხშირად და კლასიკურად ვიყენებ დღეში 2 კაფსულას. ეს არის ჩემი სტანდარტული დანიშნულება, თუმცა უფრო ხანგრძლივად მისაღებად თუ გვინდა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დღეში 1 კაფსულაც კი აბსოლუტურად საკმარისი იყოს. ჩვეულებრივ მე პირადად სტანდარტულად ვიყენებ ხოლმე საშუალოდ 3 თვით მაინც. გააჩნია როგორ იკვებება პაციენტი. ახლა თუ პაციენტი არ იღებს თევზს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება უფრო დიდხანსაც გავაგრძელოთ და თუ მისი კვების რეჟიმი შეიცვლება და თევზი უფრო აქტიურად შემოვა საკვებ რაციონში, მაღალი ხარისხის თევზი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ 3 თვე დავნიშნოთ და შემდეგ შევჩერდეთ.